Oliver Lux. ხახა ხომ მაგარ კონტენტს გთავაზობ. Oliver Lux. როცა სტეფი ეკითხება ეს ძალიან რო აქნიეთ შეიძლება. გამარჯობა. გაგიმარჯოს არ გეტყვია. გავაგზავნოთ. დღეს განვიხილავთ ოლივერ ლაშეს 2025 წლის ფილმს სირაც, რომელიც ოსკარებზე იყო ნომინირებული რამდენ კატეგორიაში, ორ კატეგორიაში, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და საუკეთესო ხმის დიზაინი. კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი აიღო, რაც ძალიან საგულისხმოა და მე ჩვენ ძალიან გვინდოდა ამ ფილმის განხილვა, სწორედ ამიტომ დაგპირდით რომ გამიხილავთ და აი ჩვენს პირობა აღოსულეთ. ნოემბე კურიერი. მოდი დავიწყოთ იმით, რითაც ფილმი იწყება. განმარტებით, რა არის სირათი? ალბათ გვაინტერესებს რა არის სირათი. თავად ფილმი გვთავაზობს ამის განმარტებას დასაწყისშივე. ახლა რას ნიშნავს ეს? ზალული შვილი. დიანა. ამინის პროფესორი. არსებობს ხედი სახელად სირათი, რომელიც ჯოჯოხეთს და სამოთხეს აკავშირებს. ვინც მის გადაკვეთას ისურვებს, არის მათთვის გაფრთხილება, რომ ეს ხიდი არის თმის ღერზე უფრო ვიწრო და ხმალზე უფრო ბასრი. ძალიან მაგარი კინოსურათია, იმიტომ რომ ბევრი უნიკალურობა იცი რა არის? ცალ-ცალკე ასე რაღაც ძალიან სიახლეები შემოგთავაზო თითქოს ვერ იწყო, მაგრამ ძალიან იშვიათი ხერხებია გამოყენებული და ძალიან მაგრა, ძალიან საინტერესო და ძალიან ესთეტიკურად, მხოლოდ ვიზუალურ ესთეტიკაზე არ არის საუბარი და გასაგებიც არის, ყოველთვის რომ თავი დავანებოთ, ხმის დიზაინი იყო გადამწყვეტი ამ ფილმში, ხო? მაგრამ ყველაზე მაგარი რაც არის, რომ ფილმი არის ტრაგედია და არის ძალიან უჩვეულო ტრაგედია. ისევ ამ წლის ფილმებს რო არ გავცდეთ და ამ წლიდან გამომდინარე რომ ვილაპარაკოთ. ჰამლეტიც იყო ტრაგედია, როგორც ვიცით. ოღონდ ჰამლეტის ტონი, მიუხედავად იმისა, რომ ის თავარი ტრაგედია იქაც მერე ხდება და ეგრევე ტრაგედიით არ წება, თავიდანვე ტრაგიკული ტონი ქონდა. მარტო იმიტომ კი არა, რომ აი რაღაც ან მაგის გამო არა, უბრალოდ ფილმს ქონდა ეგეთი ტონი და აქ საერთოდ არის უფრო რაღაც დეტექტიურად იწყება, იმიტომ რომ მამაშვილი ეძებს დაკარგულ შვილს და დას და ჩვენს თითქოს მათთან ერთად ჩვენ ხوار გვინახავს ნეტა, აი რაღაც ჩვენც ამ ამპლუაში ვართ ფილმის რაღაც პირველ ნაწილში თითქმის და მე უცებ ბამ და ისეთი სრული შემოტრიალება ყველაფრის და სხვა რაც ისე ფილმში ეგრევე ხდა სხვა გზით და სხვაგან მიდიოდნენ და მე შემოტრიალება მოუწიათ მაგის მერე და ზუსტად თვითონ ფილმის ტონიც და ჟანრიც ეგრე აი ეს ერთ წამში იცვლება და ოღონდ ეს შეიძლებოდა რომ ძალიან ცუდად დამთავრებულიყო ფილმისთვის. ძართული რაღაცაა რომ ესე უცებ შეცვალო ფილმის ხასიათი. ძალიან მაღალი ხარისხით არის გაკეთებული ყველანაირად, როგორც ვიზუალურად და ხმა, ხო რა თქმა უნდა, ხმა უფრო მნიშვნელოვანია ამ ფილმში ვიდრე ვიზუალი. ისე დრამატურგიულად პირველ რიგში ძალიან რეალისტურად და ისე რომ რაღაც ზედმეტ კითხვებს არ აჩენს. მსვლელობა თვითონ ფილმის ძალიან კარგი მიზეზშედეგობრივი ხაზია. იმის მიუხედავად, რომ თითქოს რაღაც ბევრი მოქმედება არ ხდება, მაგრამ ამავდროულად ძალიან მისტიკური ფილმიც არის. ეგაა მაგარი, რომ ეს მისტიკა ამ რაღაც რეალობაში არის ძალიან მაგრა წარმოჩენილი. და აი თუნდაც იგივე სახელი სირაც და რაღაც რელიგიურ ასეთ მისტიკაზე, ან არაფერი თვითონ ეგ აქ ძალიან მაგრა გაკეთებული, რომ რეალობა თვითონ რეალობაც მისტიკური არის. უბრალოდ ჩვენ რო ამ ვცხოვრობთ და უკვე რაღაც შესაძხორცებული გვაქვს, ასე არ გვეჩვენება, იმიტომ რომ ყოველდღიურობა ძალიან ჩვეულებრივია, მაგრამ ამ ადამიანმა ამ ფილმით რაღაც ისე შემოატრიალა, რომ ეს რეალისტურად და ეს რაღაც რეალობაც მისტიკური თვალით დაგვანახა. ისეთი რეალობაც არ აქვს ნაჩვენები, რაც მართლა ჩვენთვის ყოველდღიურია. ძალიან განსაკუთრებული საბკულტურა აქვს გამოყვანილი, ხო ამ რაღაცა არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე უფრო ვასოცირებდი ჩემს თავს ლუისთან და ლუის შვილთან, ვიდრე ამ რაღაც ძალიან თავისუფალ და ძალიან საინტერესო
ხალხთან. მისტიკა მაგ ჯგუფის ჩვენებაშიც არის კიდე და აი ეგ ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან განსაკუთრებული ხალხი არა. ფილმის მიმდინარეობას მოყოთ, აი დასაწყისი და წინაზე ვახსენეთ ეს პანაჰის ფილმი რო განვიხილეთ და თვითონ პანაჰის სიტყვები რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის დასაწყისი რომ ჩაგითრიოს ფილმმა და ამ ფილმში ეგ იყო ძალიან საინტერესო რომ მუსიკით იწყება ფილმი და დაახლოებით რაღაც უხეშად რო ვთქვა 10 წუთი მხოლოდ ეს არის ვიზუალი და მუსიკა და ეგ ძალიან რთულია რომ სიტყვის გარეშე მოახერხოს ჩათრება მით უმეტეს რომ გარემო და ის პეიზაჟები რასაც განახებს ერთფეროვანია ოღონ ერთფეროვანი თან რა ეგეთი შთაბეჭდილება დამიტოვა რომ თითქოს ამ მუსიკას უკრავდნენ კლდეები რომელსაც აჩვენებდა იმიტომ რომ ეს ელექტრომუსიკა რაც არის გამოყენებული ხო ვიბრაციაზე ვიბრირებს თითქოს ეს კლდეები უკრავდნენ და აი ეგ იდეა რო შემიქმნა, მაგრამ რაღაც წამი, რაღაც ისე წავედი და ეგ არის კიდე ძალიან საინტერესო, რაღაც შენ უკვე ახსენე რომ აი ესეთი შემოbrunება რო ხდება, სულ სხვა რაღაცით გითხრევს, სულ სხვა რაღაცით ახერხებს შენ დაინტერესებას და მე ფილმის შუაში სხვანაირ ვექტორს რო იღებს, სხვანაირ გესს რო იღებს და მაინც რო ახერხებს იმას, რომ ბოლომდე წაგიყვანოს. და აზრობრივად მაინც რო აკავშირებს ამ პირველ ნაწილს მეორე ნაწილთან და თვითონ ამ კულტურას ფილმის მთავარ სათქმელთან. ტრაგედიის ერთ-ერთი ხასიათი მაგაში ძალიან კარგად გამოვლინდა, რომ ტრაგედიის მთავარი ამბავი რაზე დგას, ხო? ბიდის წერაზე და ყველაფერი რაც ხდება იმიტომ რომ ეს მოხდეს. ხო, ისეთი რაღაცთანაც ხო ადამიანი უძლურია და ადამიანის ძალებს აღემატება, ხო? ჩემთვის ძალიან სწორი იყო რომ ამ ადამიანების განსხვავებულობას ამ პირველ წუთებში ესე ხაზი მონტაჟით უხეშად არ აქვს გასმული. ხელზე რო არ არის მიზუმებული და ფეხზე რო არ არის მიზუმებული და უბრალოდ ხედავთ მასას, რომელშიც სხვადასხვა აშკარად სხვა ტიპის ადამიანები უბრალოდ ერთმანეთს სულიერად უკავშირდებიან ამ მუსიკით და ამ თავისუფალი მოძრაობებით. ეგ იყო ძალიან ლამაზი რაღაც შემთთვის, რომ ის კი არა ჩვენა ვინ როგორითი განსხვავდება ერთმანეთისგან, არამედ ის აჩვენა როგორი ერთიანები და როგორი თავისუფლები არიან. ლუის რო ჩდება რაღაც თითქოს ამოვარდნილი უნდა იყოს ამ სოციუმისგან, იმიტომ რომ არის კიდეც არ არის მისი ნაწილი, მაგრამ თავიდან რო ჩდება მე პირადად ანუ არც გამჩენია ეგეთი განცდა, რომ მე სხვა ტიპია და რაღაც სხვა რაღაცის გამო არის აქ, ანუ იმდენად განსხვავებული ტიპები დაგვანახა იქ და განსხვავებული ტიპების ერთიანობა, რომ თავიდან ჩავთვალე, რომ სრულიად თავისუფლად შეიძლება ისიც ამის ნაწილი ყოფილიყო. ეს როცა ამ რეალისტურ კულტურაში კარგად გაცნობიერებული ახლა ნებისმიერ კულტურაში შეიძლება სრულიად სხვა მოლოდინები ჰქონდეს. მეც ახლა არ ვარ ამ სუბკულტურაში ძალიან გაცნობიერებული და ეს ხო ძალიან ისეთ თავისუფალი თამამით და ზოგადად სუბკულტურების მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ რაღაც რაც არის კონსერვატული პირიქით იქიდან გამოდიან ხოლმე და მეთქი აგრესია ხო არ ექნებათ, რომ ეს მამა მოდის ეძებს თავის შვილს რაღაცა და ეხა არ დაუწყო რომ შენ მიგეკითხება შენ შვილს რაც უნდა იწავა და რაღაცა და ამ დროს ასე არ იყო პირიქით ძალიან ესე მიიღეს ეგეთი რაღაცები ზუსტად რაც გვაფიქრებინა რომ აი ეხა აგრესორი იქ ხوار მიატოვებენ მე და ასე შემდეგ აი მაგითაც მგონია რომ თვითონ ამ საბკულტურის და ზოგადად საბკულტურების შეიძლება რაღაც სტერეოტიპების დარღვევის ცდელობა იყო რომ ანუ განსაკუთრებით ლუის ტიპის ადამიანები და ასაკის და ანუ ბექგრაუნდის და გამოცდილების და შემდეგ უფრო ისე უყურებენ აი კონსერვატიულად ზუსტად რომ აი ეს ხალხი რაღაც ანუ კაჯები და წევიან და კულტურობიან და ბოლდებიან და მეც არაფერს აკეთებენ და რაღაც ანუ მაგ სტერეოტიპის დამცხრევაც იყო და მიუხედავად იმისა რომ თვითონ ამ პერსონაჟების ბექგრაუნდები და რაღაცები არ უჩვენებია. მიუხედავად ამისა, მაინც ხედავთ ტიპაჟებს, როგორი ვინ არიან და ის რომ ესეთ სტერეოტიპებს არ უნდა აუყვეთ, იმიტომ რომ რეალურად ძალიან კეთილი ხალხი აღმოჩნდა და ძალიან
რაღაც სენსიტიური და მეგობრული და ასე შემდეგ. ალბათ ეგ არის ამ ფილმში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ხაზი. თვითონ ფარდის უკან გვახედებს და გვეუბნება, რომ კარგულში ხედო სანამ განსჩიან, სანამ რაღაცას იფიქრებ მას. ის ხალხი, ვისაც ეკითხება, რომ ჩემს შვილო ხوار გინახავთ. უმეტესობა ამ პერსონაჟს არის პერსონაჟები, რომელიც მხოლოდ აქ ნახე და მორჩა, მეჯერ აღარ ნახავ. ეგ ძალიან მომეწონა, რომ ასე შერეული იყო და თავიდანვე არ გეუბნება, რომ აი შენ ეს პერსონაჟები უფრო გაინტერესებს. რაც უკვე შენ რაც ახსენ, რომ ეს ბექსტორი რო არ აქვს, ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია, რომ აი ეგ არ აინტერესებს და ზოგადად ფილმიც მაკეთ მიდის, რომ ის რაც მოხდა, ისეც საინტერესო არ არის, რაც მოხდება, ეგ უფრო საინტერესოა და მოდი აი ამაზე ვიყოთ ორიენტირებული. თემატიკა რაც ახსენეთ, თითქოს იწყება და რა მნიშვნელობა აქვს ამას შვილის ძებნა, გადაიქცევა უფრო დიდი რაღაცის ძებნად, რაკურსიც როგორი ცვლება. ეგ არის საინტერესო. აცნობიერებ, რაც უფრო მეტად ცდილობს, რომ მიუახლოვდეს თავის შვილს, მით უფრო მეტად შორდება. ამ თავდაპირველ მიზანთან დაშორებას რეალურად სადმე ყავს და რას აპოვნინებს. ეგაა ძალიან საინტერესო. ლუის და ესტებანის თემაში აშკარაა, რომ ლუის რა თქმა უნდა იმედი აქვს და ყველაფერს აკეთებს, რომ იპოვის თავის ქალიშვილს, მაგრამ ესტებანის პოზიცია ამან ძალიან საინტერესო. რა თქმა უნდა ყველანაირად ეხმარება მამას, არც არაფერს გამოხატავს მასთან, ჯერ ისაც პატარა ბავშვია, მაგრამ როცა სტეფი ეკითხება თავის დასთან დაკავშირებით, ეს რაღაცას ამბობს ესტებანი, რომ არ გაქცეულა, უკვე დიდია, ან უბრალოდ გადაწყვიტა, რომ წასულიყო რა. პერსონაჟზე მეტყობს, რომ ძაჭვიერი ბავშვია და ზღვრელია. აზრობრივად, რა თქმა უნდა, თაც მიუყავართ, რომ მშობელს ხანდახან, ანუ რაც არ უნდა დიდი და დასრული და სრულწლოვანი იყოს შვილი, რთულია გაუშვა. აი როგორ აღწერდი მარტივად ამ ფილმს, ჩემთვის არის ჩუმი ტრაგედია. რაც აი ჩუმი ტრაგედია ჩუმი როგორ უნდა იყოს? როგორ არის სქემა თვითონ, ხო? ბედისწერა. ტრაგედია ბედისწერის გარეშე, ხო, უბრალოდ არ არსებობს. შვეიცარიული საათივით აწყობილი სქემა არის. ეხლა რა თქვი მიზეშედეგობრივ კავშირი და ეს მთელი ხაზი როგორ მიდის. იკარგება მისი გოგო მიდის საძებნ გადამუცხოს სივრცეში, მე ამ უცხოს სივრცეში მოდის ჯარი, გარბიან აქედან, მე უკვდება შვილი, მე ხდება ის, რომ ამ ადამიანებთან ერთად გაიჭედება, მე ამ ადამიანებთან კი არ გაიჭედება, ამ ადამიანებთან რჩება. ანუ ეს სქემა არის იმდენად, მაგრამ ლოგიკურად დაალაგებული და რეალისტურობის შეგრძნებას, აი ლოგიკა აჩენს ხოლმე და ლოგიკურად აგება რეალისტურობის შეგრძნება, სხვა მეტი არაფერი რავი გარემო იმდენად და ძალიან იმედი არ გადაუყვა, აი მაგალითად უეს ანდერსონის ფილმები რო ავიღოთ, რომელსაც ჩვენ რეალობასთან კავშირი არ აქვს ფაქტობრივად, ხო? მაგრამ რო უყურებ სახიობები როგორ მოქმედება როგორ ვითარდება, ყველაფერი არის რეალისტური არის იმ სამყაროსთვის. ჩვენთვის არა, მაგრამ იმ სამყაროს რეალისტურია, ესე იგი რეალისტურია და აი აქაც ეს სქემა არის იმდენად მაგრად ლოგიკური, რომ თუნდაც ის მომენტი, რომ დანაღმულზე რო გაიჭედებიან და ერთ-ერთს ეგ კითხვას უჩნდება, რომ როგორ მოვახციეთ აქამდე ისე რომ არა უფეთქდით. ხო, ეგ კითხვა ხო ყველა ჩვენ მას გაუჩნდებოდა, რომ აქამდე ისეთი რაღაცები განახა და აქამდე ისეთი მოვლენები განვითარდა, რომ ეგ კითხვის ნიშანი არ გიჩნდება. მე მით უმეტეს თვითონ ლუისი რო გაივლის ამ დანაღმულ ველს უსაფრთხოდ, ეგეც კითხვა არ გიჩნდება, იმიტომ რომ ლოგიკურია რომ ასე მოხდა. თუმცა აქ ის სიმბოლური და ზუსტად ეს სირათ რაც არის მაგასაც უკავშირდებით, მაგრამ ცოტაჰანი ეგ როგვერზე გადავდოთ და ნუ ეს რომ მოვაშოროთ ძალიან მაინც რაც რჩება, ისი ძალიან რეალურია და ისი ძალიან ლოგიკურია და იმიტომ იღებ ამ ყველაფერს ასე მარტივად, ხო? გამართლება სჭირდება კინოში განსაკუთრებით და ესე თხრობით ხელოვნების დარგებში თანმიმდევრული უნდა იყოს პერსონაჟების მოქმედებაც და სიუჟეტის განვითარებაც იმ მხრივ, რომ რაღაც დამატებითი არასასურველი კითხვები არ უნდა გაჩნდეს მაყურებელში და ეს ფილმი მიუხედავად იმისა, რომ მართლა როგორც თავიდან ვახსენეთ, ძალიან რთულია, როცა ესე მოულოდნელად ესე უცებსული მიმართულებას და რაღაც ანუ ამ ხელ რისკზე მიდიხარ, არც ერთ
მათგან არ გაჩნილა ის კითხვა, რომ აი ხა ეს რა ყველაფერი ამ კაცს დაემართა, რაღაც ანუ მაგას ამბობ, ოღონდ სულ სხვა მიზნით, იმიტომ რომ რა ყველაფერი ამ კაცს დაემართა, მართლა, ანუ რატომ რა დაუშავა ბედის წერას ასეთი, რომ ბედის წერამ მერე ასეთი შური იწია ასე საზისხრად, მაგრამ ხო როგორც შინაარსობრივად არანაირი კითხვა არ ჩდება და მაგიტო არის რომ დრამატურგია ამ ფილმში წლევანდელი ფილმების დრამატურგიიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჯერ ამ თემატიკა, დიალოგებიც, პერსონაჟები, ძალიან მაგარი პერსონაჟები, ჯერ პერსონაჟები იყვნენ ძალიან სამგანზომილებიანი და ძალიან კარგად შერჩეული მსახიობებიც იმ მხრივ, რომ ანუ მე მგონი ესენი ლუის გარდა არც ერთი არ არის პროფესიონალური მსახიობი. მართლა ძალიან მაგრა არის შერჩეული თითოეული. მე მაინც წეთი უნდა გამოვიყო, ოღონდ იმიტომ რომ ამ ქალის რაღაც აურა, მიმიკები, აი ზუსტად გონცომრას ახსენე რომ ჩუმით დაგედია, თითქოს პერფორმანსებიც ეგეთი ჩუმი არის, მაგრამ ამ სიჩუმეში მიხელა ძალა და მიხელა მნიშვნელობა, რომ ანუ საერთოდ არ არის ხმაური საჭირო. ხმა სხვა რაღაცას აკეთებს სხვანაირად ხმაურობს ამ ფილმში. იდეალური ბალანსია ამ ხმაურს და სიჩუმეს შორის. როგორც ან მეტაფორულად, ისე რეალურადაც ეგრე არის. ამას რო გავყვეთ რაღაცა თემაზე ვარ. ის გოგო არ ვიცი, ეგ ახლა ძალიან სუბიექტურია, იმიტომ რომ აბსოლუტურად უხილავი პერსონაჟი არის და ვის რა აზრი გაუჩნდება იქ ხო ყველა მართალია. მე ყველა შემთხვევაში არც ერთ წამს არ დამჩენია ის განცდა, რომ ამ გოგოს რამე ცუდი დაემართა. არ შეიძლება მე ვიყავ პოზიტიურად განწყობილი ორივეჯერ, არ ვიცი, მაგრამ აი ხო ვერ ნახა მამამისმა, მაგრამ ვერ პოულობს. რაღაც ან მოკვდა, ან რამე იტკინა, ან გაიტაცეს, აი რაღაც უბედურება არ დამჩერს თავეჭილება, რომ ამ გოგოს რაღაც ეგეთი დაემართა. ნუ შეიძლება დარჩა და აბსოლუტურად გასაგებია, ხო, ან იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება დაემართა, შეიძლება არ დაემართა, ამ გოგოსთან დაკავშირებით მე ერთადერთი რასაც ვჯავრობდი, იყო ის, რომ ერთ დღეს როცა ლუისი მას იპოვის, იმიტომ რომ მე ზუსტად ეგ შეგრძნება მქონდა, რომ იპოვის და გაიგებს, რომ ის ძებნაში მისი ძმა ასე ტრაგიკულად გარდაიცვალა. აი მე ამაზე ვჯავრობდი, იმიტომ რომ მე მართლა შეიძლება დაიკარგოს ის საცვლა. ტრაგედიის ეს მთელი ნაწილი რაღაც ეგზისტენციალური საკითხია, ხო? ის რასაც ამ ფილმში უყურებთ, იმიტომ რომ იმ უბედურებებით, რაც ამ კაცს ემართება, ბოლოს ადმიდის, რაღაც მასში რაღაც მეტამორფოზა ხდება და საკუთარ თავს იპოვის, იმის მაგალითად რომ შვილი იპოვოს. ეს ეგზისტენციალური საკითხი არსებობა წინ უსწრებს მსარსებას. ეგ გამახსენდა ეგრევე ეგზისტენციალური ამ ბედიდან ხო აზე ხარ და თემებიდან ხო ვაიასნე. ეს ფრაზა გამახსენდა პირველი არსებობა წინ უსწრებს არსებას. მთელი ეს როგორ არის ფილმი, ამ ბედიწერის საკითხს მე შეხედებ წმინდა მოყვება რწმენი საკითხი იყო და აქვე ვიტყვი მაშინ სირათის რომ თავიდან რო თქვი რომ ისლამური ტერმინია იქ მომეწონა ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც მომეწონა რომ ეს ძალიან ლოკალური ერთი შეხედვით რაღაც კონკრეტული კულტურის თუ რელიგიის კუთვნილება როგორ განაზოგადა და ძალიან ფაქიზადად აღებული ისი აქ მორგებული ზოგადად მსოფლიოს და ეს რაღაც სამყაროს და ამ ფილმის სამყარო რო ავიღოთ, ხო? თუნდაც და ეს საკუთარი თავის შეცნობა დანაკარგის საფასურად. ის საფასური, რასაც ის იხდის ამ ვაჟის დაკარგვით, იმას მიყავს იქამდე, რომ საკუთარი თავი იპოვოს და უბრალოდ დანაკარგი კი არ გახდა, უბრალოდ დანაკარგი ვერც იქნებოდა, უბრალოდ ძალიან დიდი ტკივნეული დანაკარგი კი არ გახდა. ამ დანაკარგმა რაღაც კარგი გამოიწვია საკუთარი თავის პოვნა და მე რო ვფიქრობ, მე მგონი ძალიან საშინელება რეალურად ანუ მაგას გაჩვენებს ხო, რომ ადამიანმა არასდროს ან ცხოვრება ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არის შენზე ბედისწერო ყოველთვის გისწრებს, იმიტომ რომ დაიწყო ეს ფილმი იდეალური დასასრული იქნებოდა ესეთი, რომ ეს კაცი უნდა ყოფილიყო თავის გოგოს, თავის შვილებთან ერთად, გოგოსთან და ბიჭთან და თავიანთ ძაღლთან. მაგრამ როგორ მთავრდება ფილმი? ფილმი მთავრდება ლუისი არის გოგოს, ნუ ქალთან და კაცთან ერთად და ძაღლთან ერთად. მაგრამ სრულიად სხვა
ქალიც სხვა არის, კაციც სხვა არის და ძაღლიც სხვა არის. ანუ ეს ძაღლიც რო იყო ბოლოს, ხო. აი ძაღლი რო არ ყოფილიყო კიდე კაი, მაგრამ ანუ ეგეც რო იყო რაღაც ძალიან პირდაპირი თითქოს ბედის წერის დაცინვა არის, რომ აი შენ ამას ელოდებოდი და ეს მოხდა. ოღონდ სრულიად სხვანაირად. Crazy. ერთი რაზეც მინდა კიდე ფეიდინგი იყო ძალიან ხშირად გამოყენებული მონტაჟის ხერხად და ამასიანად თუ არ ვცდები Secret Agents თქვით ეგრე რომ ფეიდინგი იყო ძალიან უაზროდ და არანაირი ხატრული დანიშნულება რო ჰქონდა და ასე შემდეგ. რაც ანუ არ არის საოცრებელი რომ ყოველთვის ხატრული დანიშნულება ჰქონდეს ფეიდინგს, მაგრამ kinda ისეთი აშკარა მონტაჟური სვლა რომ ალბათ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ანუ ეს უბრალოდ კადრის კადრზე გადამა არის, ანუ რაღაც სხვანაირი. ამ ფილმში ჯერ ეს ერთი რომ რაღაც ექსპერიმენტულ ხასიათს, რაც ხმიდან და მისტიკისგან და რაღაც ამ ყველაფრის ნაზავისგან იყო ეს შეგრძნება თვითონ გამწოლი ფილმი კი არ არის ექსპერიმენტული, მაგრამ რაღაც შეგრძნება რასაც ტოვებს თუნდაც მუსიკა და ამ ხმების შერწყმა და ეს სიუჟეტის თუნდაც და ეს ყველაფერი რაღაც ეგეთ განცდას იწვევს და მაგას ჯერ ეს ერთი რომ მაგას უხდებოდა ძალიან ეს ფეიდინგის მომენტები. მაგრამ მეორეც იყო ბევრი მომენტი, როცა მართლა ხატრული კუთხით მნიშვნელოვანი იყო, აი განსაკუთრებით ბოლოსკენ. ერთ-ერთი მომენტი იყო, როცა ახალი მომხდარია ეს ტრაგედია, მოაბრუნეს ეს მანქანა როგორღაც და მოდიან უკან, მაგრამ ღამეა უკვე რა და ეს პირველი კადრი არის რომ ლუის კლოუზაპი როგორც ის ფანჯარასთან და ნუ განადგურებული სრულიად პარალიზებული და მერე ფეიდინგით ჩდება შორიხედი უკვე თვითონ ამ ბილიკის სადაც მათმა მანქანამ უნდა გაიაროს და ეს წესით უნდა მივიდეს ესტებანის სხეულამდე. მეტაფორულად ან მხატვრული დანიშნულება აქვს რომ ჯერს ერთი ხო ძალიან ღამეა და რა ხდება ამ ადამიანის თავში, რა გზას გადის თითქოს არა მხოლოდ ფიზიკურად და ამ მანქანით, არამედ გონებრივად, მენტალურად სულიერად რა ხდება მასში. აი ეს არის ფეიდინგი. მაგრამ ეს არ იყო საუკეთესო. სტეფი ზაღლი და ის რო გადმოკვეთენ ამ ლუის ბილიკს, ყოველ წუთში ელოდები რომ ესენიც აფეთქებიან, რაღაც ეგრევე ელოდებოდი რომ მარტო ლუი დარჩება. არ არის აფეთქების ხმა, არაფერი, უბრალოდ არის ფეიდინგი და ამად გამოსახულებას ედება მზის სრული რაღაც უდაბნოს მზის გამოსახულება. აი ესეთი უყურები და ანუ წამში 1000 ფიქრი რო გაქვს და რაღაც რო ცდილობ მაინც რო სიუჟეტს გაუსწრო და რა ხდება და რა მოხდება, აი ეგეთი დაძაბული მომენტებია. თან მეთქი ხმა რო არ გაისმა აფეთქების, შეიძლება ეს მზედა იმას ხო არ ნიშნავს, რომ ესენიც აფეთქდნენ და ესე ხო არ გვაჩვენა. მე მგონია რომ ანუ მაინც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, ჯერ მარტო მაგის გამო რომ ეგრე გატყუებს, იმიტომ რომ მე მგონია რომ ალბათ ან ძალიან აშკარა აშკარად გონია ეგ რომ და ანუ სხვა შორის რო ყოფილიყო ძალიან მაგარი იქნებოდა რა. მაგრამ ნუ whatever. მეორე მნიშვნელობაც აქვს რომ ეს სრული მზის ფონზე გასვლა და ახალ რაღაც სიახლე და გადარჩენა. ხო, გადარჩენის სიმბოლო. ხო. მატარებლამ დეც სანამილენ აი სამნი რო მიდიან თავიანთ ძაღლით დინამიკის იმაში რომ შედიან თითქოს ანუ აი ეგ ვიზუალურის იყო მართლა crazy როგორც თეატრო crazy ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო რაც მონტაჟით გააკეთეს კი არა რომ არ გააკეთეს დამოკიდებულება და განწყობა რაც ამ პერსონაჟების მიმართ მაყურებელს დაეუფლება და უნდა დაეუფლოს უნდა იყოს აბსოლუტურად ინდივიდუალური და ჩვენზე დამოკიდებული რეჟისორი დისტანცირდება და არც იგებს რომ თავისი დამოკიდებულება შენ მოგახლოს გასაგებია რომ ფილმს რა რაკურსით იღებს მაინც თავის დამოკიდებულებას გვახვევს თავზე თუმცა ეგ არის ძალიან მაგარი რომ ესე არ გავხოს და არ გავხსოვს. ერთ-ერთი ასეთი იყო ზუსტად ესტევანის სიკვდილის სცენა. მონტაჟი არა გაკეთებული, უბრალოდ კამერა დგას და იღებს და არის შორიხედი და ყველაფერს უყურებ შორიდან, დისტანცირებული ხარ. მაგარი იყო რომ ეს მელოდრამატულობა არ ცადა და ამით რაღაც მანიპულირება არ ცადა ჩვენზე ემოციების.
იმიტომ რომ როგორც წესი ასეთ სცენებში 1000 ჭრა არის ხოლმე ხო, აი, აქედან შუ, დიდონ, შუ. და ეგ ძალიან მაგრამ მომეწონა, რომ აი ასეთი რაღაცებით არ ცდილობდა თავი მოეხვია შენზე და მაგით ჩაერთლია და აი მაგით უარი ჩუმი ტრაგედიაც, იმიტომ რომ ტრაგედია როგორ შეიძლება ტრაგედიას ეხება და ეს არ გამოიყენო, ხო? არ გამოიყენა. როგორი რისკზე წავიდა, რაღაცა გამზადებული ქონდა ესე. და არა, მოდი ეს არ მინდა. და ზოგადად შორი ხედები ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჩემ უდაბნოშიც საღამორო არის და ლუისი მარტო რომ მიდის და ამ მომენტში თან თითქოს რაღაც იცავს კიდეც მის გლოვის მომენტს რაღაც გეუბნება რომ ეს იმისია და ანუ შენ უბრალოდ შორიდან უნდა უყურო და თვითონ ან ლუისის ტირილი კი არა ანუ არ ვიცი მაგ სცენამ მართლა გამანადგურა და ანუ ძალიან მაგარია რომ მონტაჟი პირში არ შეუძრა იმიტომ რომ აი ბევრად უფრო მძიმე იყო აი თითქოს ისეთ შეგრძნება გაქვს რომ გინდა რომ ამ ადამიანის მხარზე ხელი დაადო და ვერ ადებ ზუსტად რაღაც მინდა კიდე ვახსენო ამ რეჟისორის ფრაზა გატეხილი გულები ყველაზე ლამაზია იმიტომ რომ მათ აქვთ უნარი თავიანთ ბზარში სინათლე გაატარონო და ჯერ ხო ეს ფრაზაზე ხო დავბუძლა და მე მეორე ამეთქი აი ზუსტად მეთქი ნეტა მე მომიფიქრებინა ეს ფრაზა ამ ფილმს გამომარტავდი იმიტომ რომ მართლა ზუსტად ეგ არის რომ ყველა პერსონაჟს თავისი იარები აქვს და ამიტომ არიან განსაკუთრებული თითოეული მათგანი რომ ამის დამალვას არ ცდილობენ რომ უყურებ ამ ადამიანებს თითქოს ბედნიერები უნდა იყვნენ და მაგარ დროს უნდა ატარებდნენ და რავი მაგაზე ბედნიერი არავინ ხო მაგაზე უდარდელი და ბედნიერი არავინ არ უნდა იყოს თითქოს და ეს შეხედულებაც რა თქმა უნდა ჯერ ეს ერთი ახალგაზრდობას და მე ესეც კულტურებზე ხო ძალიან გავრცელებულია და როგორ ამ დახვეწილად იყენებს მაგასაც ანუ რაღაც თითქოს გრუბელიwith აქვს ფილმს თავზე, მაგრამ ანუ არ წვიმს არ. ბოლოს აი ზუსტად ის ცეკვის სცენა რაც ვახსენეთ და რაც უნდა ვახსენოთ, როცა ლუიც იწყებს, აი მანდ ხვდები, რომ მათთვის ცეკვა უდარდელობა კი არ არის, ის კი არ არის, რომ ყველაზე ბედნიერები არიან და სამყარო მშვენიერი და შემდეგ. მათთვის ცეკვა არის რაც თერაპია ჯერ ეს ერთი და საკუთარ თავთან კავშირის დამყარება, საკუთარ წარსულთან, ტკივილთან, აწყვოსთან, მომავალთან, ზოგადად ყველაფერთან კავშირის დამყარება და ამას ხვდებით ზუსტად ლუისთან ერთად, როცა ის იწყებს ჯერ, ანუ breakdance არ იწყებს, რა თქმა უნდა. ეგეც ძალიან მაგრამ ძალიან მაგრამ არის ეგეც გაკეთებული, თვითონ ეს მინიმალისტური მოძრაობები, თითქოს რაღაც შებოჭილია და ბოლომდე ვერ იხსნება, მაგრამ ცდილობს და ამ ბორკილებს რაღაცნაირად აწყვება. ტკივილისგან ცეკვავენ და გამოხატავენ ადამიანები ხშირად. არ უნდა გახედო არც ქუჩაში გამველს და არც არავის და არ უნდა გაიშვეცთ და არ უნდა თქვა რომ აი ეს რაღაცა ესე რო იცევა, ესე იგი უდარდელია, იმიტომ რომ შეიძლება სრულიად საპირისპირო იყოს. მაგას ძალიან მაგრეგუებუნება ეს ძალიან მინდა ვახსენო ტონინის სიარული რამდენჯერმე არის ჩადებული ფილმში. რაც პირველად რომ გამოჩნდა, საერთოდ არ იყო ამოვარდნი, იმიტომ რომ როგორც წესი ესეთი რაღაცები ყოველთვის თვალში საცემი არის ხოლმე და გახვედრებს ზოგჯერ მიზანმიმართულად საბედნიეროდ. უნდა იყოს განსხვავებული იმისგან, რაც განახა, რომ მე ბოლოში რომ რაღაც მოხდება, იმასთან უფრო მარტივად დააკავშირო. თუმცა აქ საერთოდ არ იყო ამოვარდნი შეიძლება, იმიტომ რომ ყველაზე მარტივით რო ვთქვა, შეიძლება იმიტომ რომ ფერთაგამით ემთხვეოდა, მაგრამ არა მარტო მაგის გამოც არ, ეს სიარული ამ სიარულს აქ სიმბოლური მნიშვნელობა, როგორც ლუისის ამ ბავში ლუისი რო დადის და რაღაცისკენ მიდის, რაღაცისკენ მიუწვის. მხოლოდ სიმბოლური კი არ არის და რაღაც წარმოსახული. რეალური ნაბიჯებია, რომელსაც ტონინი მიყავს აფეთქებამდე. მათი ნაწილები რო დამარხა, ეხა იქ აღარაფერი დარჩაო და ეგ კადრი გამახსენდა, რომ იღვიძებენ ისინი და ის რომ ამათ საფლავებთან ზის, იმიტომ რომ თვითონ თავისი ვერ დაასაფლავა. აი ჩუმი ტრაგედია კიდევ. სიცოცხლის აბსურდულობაზე მიანიშნებ და თან იმას განახილებ, რომ რეალურად სწორედ ეს სიცოცხლე არის ყველაზე დიდი იდეა, რომელიც უფრო მეტი არის, ვიდრე უბრალოდ არსებობა. ხმაზეც თქვათ მაშინ მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბოლოს ძალიან ისეთი მუსიკა თითქოს თამაშია ეგრევე ის ასოციაცია მოაქვს ან
ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეგრე იყო, რომ აი რაღაც Squid Game. ანუ თითქოს რაღაც თამაშია მართლა და ძალიან ჭკვიანური რაღაც იყო ეგეც, იმიტომ რომ ცხოვრება ხო თამაში, ცხოვრების ბილიკი ხომ მართლა ეს ან ისე იქნება, ან ისე იქნება ბედის წერა შემდეგ. ფილმი გადაიღეს მუსიკისთვის თუ მუსიკა დაიწერა ფილმისთვის თუ ერთდროულად გააკეთეს თუ რაღაცა მოხდა და მე არ ვიცი. ანუ ვიზუალურად და თაყვანია რაღაც იყო პაზონის ტრაგედიები. უცებ ორი ტიპოზი უნდა ყოფილიყო ის მე მედია უფრო გაფრთხილებული გამოსა მედია. აქ დავასრულოთ დღევანდელი ლაკლაკი და მადლობა რომ გიყურებთ.